სამსახურეების ხელფასი. მოგეხსენებათ, ბრიგადასა თუ მთლიანად თავდაცვის ძალების გაძლიერებისთვის სასახელო და საამაყო ისტორიის მქონე იმ ქვედანაყოფის საიუბილეო ღონისძიებაზე, რომელმაც მნიშვნელოვნად ემსახურონ ჩვენ სამშობლოს. პირველი ქვეითი ბრიგადის მამაცმა ჯარისკაცებმა მნიშვნელოვანი გამორჩეული ქვედანაყოფის პირველი ქვეითი ბრიგადის დღეს ჩვენ ვიმყოფებით თავდაცვის ძალების ერთ-ერთ გამორჩეული სასახელო და საამაყო ისტორიის მქონე იმ ქვედანაყოფის საიუბილეო ღონისძიებაზე, რომელმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ქართული ჯარის განვითარებაში, მის გაძლიერებასა და ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფაში. ქვეითი ბრიგადის თითოეული სამხედრო, მაღალი პროფესიონალიზმითა და სამშობლოსადმი ერთგულებით სიმტკიცეს მატებს თავდაცვის ძალებს და უზრუნველყოფს ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას. მადლობას გიხდით თითოეულ თქვენგანს სამშობლოს ღირსეული სამსახურისთვის. ასევე მადლობა თქვენს ოჯახებს, რომლებიც მუდამ ერთგულად გიდგანან გვერდში და გაძლიერებენ. ჩვენი სამთავრობო გუნდის ერთ-ერთი პრიორიტეტია სამხედროების დაფასება და მათი სოციალური პირობების გაუმჯობესება. ამ კუთხით მინდა მადლობა გადაუხადო საქართველოს პრემიერ-მინისტრს, მთავრობასა და პარლამენტს მომავალი 2026 წლის დამტკიცებული ბიუჯეტისთვის, რომლის ფარგლებშიც კვლავაც 10%-ით იზრდება სამხედრო მოსამსახურეების ხელფასი. დაარსების დღიდან ბრიგადის პირადი შემადგენლობა ღირსეულად ემსახურება ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის, ტერიტორიული მთლიანობისა და საერთაშორისო მშვიდობის უზრუნველყოფას. მინდა თითოეულ თქვენთაგანს და ბრიგადის პირად შემადგენლობას მოგილოცოთ პირველი ქვეითი ბრიგადის დღე.